კიდევ ერთ საკითხს შევეხო, ეს არის ჭერემის წყალსაცავი, მოგეხსენებათ დიდი წვიმების გამო იქ სერიოზული პრობლემა შეექმნა მოსახლეობასაც, ევაკუირებულია 600-მდე ოჯახი, ეხლა იქ იმყოფებიან მინისტრები, რეალურად იმყოფება რეგიონალური განვითარების მინისტრი, იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრი, იქ იმყოფება ადგილზე გარემოს დაცვის მინისტრი, შესაბამისად ისინი აკონტროლებენ სიტუაციას. სტიქიამ ზოგადად სხვა რეგიონები უფრო დააზარალა, ვიდრე ჩვენი ჩასახლებები დევნილებთან. ეხლაც მუშაობენ, როგორც წეგან გითხარით, არხი იწმინდება და გადაიღებს თუ არა რამოდენიმე სახლი, რომელსაც გარედან დაუზიანდა და ერთ შიგნიდან იმასაც გავაკეთებთ. სტიქია როგორც ჯერ კიდევ გრძელდება, ის დამთავრებული არ არის ცალკეულ რეგიონებში სტიქიური კერები კვლავ არსებობს, შესაბამისად თანხები ბუნებრივია დაანგარიშებული ჯერ არის, წინასწარი დათვლა რამდენიმე დღეში უკვე გვეცოდინება ზარალის, რა თქმა უნდა, ყველა თანხები იქნება მობილიზებული, რესურსები აუცილებლად გამოინახება ამისთვის, მით უმეტეს რომ ამის რეზერვები არსებობს და შესაბამისად ეს ზარალი ანაცხადდება